4-ჯერ დავშალე ჩანთა თავიდან ბოლომდე. ამ ვიდეოში ნახავთ, რამდენად რთულია მასალის სწორად არჩევა და რატომ დავშალე ჩანთები. ძალიან მომეწონა ეს იასამნისფერი ბროლის თვლები. ჩანთის გაკეთება ამ მეტალის კარკასზე დავიწყე, თუმცა არასწორი ნაკსოვი გამოვიდა. შემდეგ თავიდან ბოლომდე დავარღვიე და დავიწყე ამ კარკასზე დამზადება. ძალიან უცნაური ფორმის და ზომის თვლები აღმოჩნდა, ამიტომ კარკასზე ნაკსოვი ზუსტად არ ჩაჯდა და ხვეულებად წავიდა. ამიტომ ისევ დავშალე და აქ ხედავთ, როგორ ვშლი და ვარღვევ ნაკსოვს. ბროლზე მუშაობა განსაკუთრებულად რთულია და მით უმეტეს თუ მყარ ნაკსოვს აკეთებთ, მაშინ თითოეული ბროლი ასე უნდა მოიჭრას. ეს იყო ჩემ გამოცდილებაში პირველი შემთხვევა, რომ კარკასზე ჩანთა არაფრით გამოვიდა, ამ თვლებით არ გამოვიდა და მომიწია რამდენჯერმე დაშლა. ალბათ შეამჩნევდით, რამდენად მყარი ნაკსოვია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიწვალე ჩანთის დაშლაზე და მიხვდებოდით, რომ თუ დიდი ნებისყოფა არ გაქვთ, ჩანთების დამზადება არ უნდა დაიწყოთ. შემდეგ გადავწყვიტე ახალი ჩანთის დიზაინი დამეხატა, ხედავთ კიდეც გამეკეთებინა ასეთი ჩანთა, თავიდანვე დავიწყე კარკასის ქსოვა. ჩანთას გავუკეთე თავიც, გავუკეთე სახელურიც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩანთის სახელური ისე არ ჩდებოდა, როგორც მე მინდოდა. მაგიდაზე დაინახავთ, რამდენი მასალა შევურჩიე, რამდენად ვცდილობდი, რომ სხვადასხვა დეტალით გამელამაზებინა, მაგრამ რატომღაც მაინც არ მომეწონა. თუ თქვენც შემსავით ხატავთ დიზაინს და აკეთებთ ორიგინალურ ჩანთებს, ყოველთვის არის იმის რისკი, რომ ზუსტად ის მოდელი არ გამოგივათ. ბოლოს ჩანთა დავარღვიე და ისევ კლასიკურ მოდელზე შევჩერდი.